რუსთავის ბაგაბაღების გაერთიანების ფილიალებში განმეორებითი რეგისტრაცია ორშაბათს 12 საათზე დაიწყება. როგორც გაერთიანების ხელმძღვანელმა განმარტა, ამ ეტაპზე 493 ვაკანტური ადგილია, რომელიც 20 ოქტომბრამდე შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. გიორგი მაღლაკელიძის განცხადებით, სიახლეა რეგისტრაციასთან დაკავშირებითაც, რაც მხოლოდ სავალდებულო ველების არსებობას გულისხმობს. ასევე მშობელს, რომელსაც ბავშვის ბაღში ჩარიცხვა სურს, ვებსაიტ რუსთავი kids GZ-ზე შეუძლია ნახოს, თუ რომელ ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება აღსაზრდელი. ორშაბათს, ანუ 20 ოქტომბერს, დღის 12 საათზე ჩვენ ვატარებთ განმეორებით რეგისტრაციას იმ ვაკანსიებზე, რომელიც გამოჩნდა სწავლის დაწყებიდან ამ ერთი თვის განმავლობაში. სამწუხაროდ დღეისათვის არ არის საკმარისი რაოდენობა არსებული ბაღებში, რომ მოხდეს ყველა მსურველის დაკმაყოფილება. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია, რომ რეგისტრაციისას იყოს აბსოლუტურად გამორიცხული სუბიექტივიზმი და რა შეიძლება სამართლიანად წარიმართოს რეგისტრაციის მომენტი, ხოლო უახლოესი მიზნები არის ის, რომ რუსთავში იყოს იმაზე მეტი ადგილი, ვიდრე არის ბავშვი და მსურველი, რომ საერთოდ იქნებ უახლოეს მომავალში რეგისტრაცია აღარც კი დაგჭირდეს ელექტრონული ფორმით.